საერთაშორისო ჰოლდინგ მარისა ინვესტმენტს ნიმითმა, რომელიც ბურჯომის ბრენდს ფლობს 2024 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. არაუდიტირებული მონაცემებით კომპანიის შემოსავალმა 274 მილიონ 300,000 დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42 მილიონ 300,000 დოლარით მეტია. ჯგუფი საქართველოში აწარმოებს ბურჯომის, ლიკანის, ბაკურიანის ბრენდებს რუსეთში, სვიატოი, ისტონჩიკის, უკრაინაში, მორშინსკის მტკნარ წყლებს. ანგარიშიდან ირკვევა, რომ რუსეთი კვლავაც კომპანიის უმსხვილესი ბაზარია, სადაც გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 195 მილიონ 500,000 დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის 166 მილიონ 500,000 დოლართან შედარებით ზრდას წარმოადგენს და 28,95% მეტი შეადგინა. ყაზახეთი მეორე ადგილზეა, სადაც გაყიდვები 18 მილიონ 900,000 დოლარს შეადგენს, რაც 3 მილიონ 700,000 დოლარით ან 24,1%-ით გაზრდილია. საქართველოს ბაზარი ჯგუფისთვის შემოსავლების მიხედვით კვლავაც მესამე ადგილზეა, საიდანაც 2024 წლის პირველ ნახევარში ბურჯომი ჰოლდინგის შემოსავალი 17 მილიონ 100,000 დოლარს გაუტოლდა, რაც 1 მილიონ 300,000 დოლარით ან 8,2%-ით მეტია ვიდრე 2023 წლის ამავე პერიოდში. ქვეყანაში მზის ელექტროსადგურების მშენებლობა შესაძლოა შეფერხდეს. სემეკი მიკროსიმძლავრის მზის ელექტროსადგურებისთვის ენერგოპრო ჯორჯიას ქსელში დადგმული სიმძლავრის 500 კილოვატ-საათიდან 100 კილოვატ-საათამდე შემცირებაზე მსჯელობს, რასაც იმ არგუმენტით ხსნის, რომ ნეტო აღრიცხვის პროექტმა განვითარების პიკს მიაღწია. შეივსო 14%-იანი ზღვარი, ეს სადგურები კი გამანაწილებელ ქსელში გარკვეულ პრობლემებს ქმნიან. გარდა ამისა, ირკვევა ისიც, რომ არეგულირებელი 100 მეგავატის სიმძლავრის მზის სადგურებისთვის ვირტუალური სქემის გაუქმებას გეგმავს, რაც ნიშნავს, რომ თუ აქამდე 1 წერტილში ხდებოდა მზის ენერგიის გამომუშავება, მას სხვა წერტილში ვეღარ ჩათვლი. კომპანია Shine Energy-ს დამფუძნებელი ნინა გადელია საქმის კურსთან ინტერვიუში ამბობს, რომ თუ სემეკი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ნიშნავს, რომ მზის პროექტები შეფერხდება, რადგან აქამდე 90% სწორედ ვირტუალური მზის ელექტროსადგურების პროექტებით შენდებოდა. სადაზღვეო პაკეტები კვლავ ძვირდება. სადაზღვეო კომპანიებში აცხადებენ, რომ 2024 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად ფასები ავტოდაზღვევის პოლისებზე გაიზარდა. როგორც BMG-ს RD-ში განუცხადეს, მას შემთხვევაში ავტოდაზღვევა საშუალოდ 18%-ით არის გაძვირებული, რის მთავარი მიზეზიც მზარდი ზარალიანობა და ავტომომსახურებაზე გაზრდილი ფასებია. კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, მიმდინარე წელს ავტოდაზღვევის გაძვირება კვლავ მოსაოდნელია, შედარებით დაბალი ტემპით. ცნობისთვის ფასები გაზრდილია ჯანმრთელობის დაზღვევაზეც. საქსტატის მონაცემებით 2025 წლის იანვარში სამედიცინო დაზღვევა წლიურად 13%-ით იყო გაძვირებული. საქართველოდან 2024 წელს ლოკოკინის ექსპორტი გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ქვეყნიდან 1 მილიონ 708,000 დოლარის ღირებულების 269 ტონა ლოკოკინა გაიყიდა, რაც 2023 წლის ექსპორტზე 31%-ით მეტია. უნდა ითქვას, რომ თუ 2023-2022 წლებში ლოკოკინის რეალიზაცია მხოლოდ საფრანგეთსა და იტალიაში ხდებოდა, 2024 წელს პროდუქტი 4 ქვეყანაში გავყიდეთ. შესაბამისად, ექსპორტის 99% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. გასულ წელს ევროკავშირში 1 მილიონ 500,000 დოლარის 162 ტონა ლოკოკინა გაიყიდა. ამ მიმართულებით პროდუქტის ექსპორტი 18%-ით არის გაზრდილი. ცნობისთვის ევროკომისიის გადაწყვეტილებით ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 2021 წლის დეკემბრიდან არის აშვებული. მაშინ სურსათის ეროვნული სააგენტოში აღნიშნავდნენ, რომ აღნიშნული რეგულაციის მიღებას წინ უძღოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარებული ღონისძიებები, რომლებიც ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში მომწადდა. საქართველოდან ლოკოკინის პირველი პარტია ექსპორტზე 2023 წლის გაზაფხულზე გავიდა.